მოგესალმებით მეტყადების სტუდიიდან, ეს არის გადაცემა ალგორითმი, ვარც აიადაშვილი ზინა და დღეს ვისაუბრებთ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთან ოთარ კვირიკაშვილთან. იმაზე თუ რა არის ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რა რისკები და გამოწვევები არსებობს ამ კუთხით, რაც დადგება ჩვენი ქვეყნისთვის 5 წელიწადში. ოთარ, მოგესალმებით. შენთან რამოდენიმე კითხვა მექნება ოთარ ამ მიმართულებით. პირველი კითხვა მაქვს ასეთი. დღეს უკვე ვიყენებთ მრავალ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს იქნება თარგმნა, ჩატბოტები, რეკომენდაციები. ამ ყველაფერს როგორ განვასხვავებთ AGI-სგან? მოკლედ AGI რო განმარტოთ, ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, უნდა განსაზღვროთ და პირველ რიგში გავიაზროთ სად ვიმყოფებით დღეს და შემდეგ რა ეტაპები უნდა გავიაროთ იმისათვის რომ მივიდეთ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქამდე. დღესდღეობით ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, artificial intelligence ასე გამოითქმის და გადავდივართ ტრანსფორმაციის ეტაპზე ვართ ახლა, ტრანზიციის ეტაპზე და გადავდივართ artificial general intelligence ეპოქაში, რომელიც არის ეს ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ეხლა რითი განსხვავდება და რითი შეიძლება განვასხვაოთ ვიწრო ხელოვნური ინტელექტი და ზოგადი ხელოვნური ინტელექტი. ჯერ ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი ჩვენ ვხედავთ, რომ რამხელა სიკეთეები მოიტანა, თუნდაც აი ამ დიდი ენობრივი მოდელების ფონზე ვიწრო ხელოვნურმა ინტელექტმა, აი ამ ეპოქამ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს დაწყებული დიდი ენობრივი მოდელებიდან, როგორც არის ChatGPT, Cloud-ი, Perplexity, Grok-ი, რა ვიცი, Gemini, DeepSeek-ი და ასე შემდეგ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, რამ დონის სიკეთეები მოაქვს, რა დონეზე გაამარტივა თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრება, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი და რატო? ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, მაგალითისთვის კიდევ მოვიშველებ ChatGPT-ს, აკეთებს და ასრულებს იმ დავალებას, რასაც ჩვენ ვაძლევთ. კონკრეტულ დავალებაზეა, ასე ვთქვათ, მოწყობილი. ვთქვათ, აძლევ დავალებას, რომ რაც ტექსტი დაგიგენერიროს, აძლევ დავალებას, რომ ვიდეო კამერით გადაიღოს, ჩაწეროს და ასე შემდეგ. რა დავალებასაც აძლევ, აკეთებს კონკრეტულად იმ დავალებას. თუმცა ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სხვა ყველაფერთან ერთად უამრავი ფუნქცია ექნება და უამრავი შესაძლებლობით იქნება აღჭურვილი ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მთავარი მახასიათებელი რაც გამოარჩევს ზოგად ხელოვნურ ინტელექტს, ეს არის რომ მას აძლევ მიზანს და ის ამ მიზნისკენ თვითონ აზროვნებს ადამიანივით, თვითონ დგავს ნაბიჯებს და მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, ვიწრო ხელოვნური ინტელექტი არის როგორც ხელსაწყო და ზოგადი ხელოვნური ინტელექტი არის როგორც პარტნიორი ადამიანი, რომელიც ადამიანივით იაზროვნებს, ადამიანივით მიიღებს გადაწყვეტილებებს. მან შეიძლება მიზნისთვის სხვადასხვა შესაძლებლობები გამოიყენოს და პროცესში მოიფიქროს, როგორ იაზროვნოს და რა გააკეთოს. აი ეს განასხვავებს ზოგად ხელოვნურ ინტელექტს, რაც თავის მხრივ კიდევ ბევრ შესაძლებლობებს გააჩენს, ბევრ რისკებსაც მათ შორის, მაგრამ განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობებს გააჩენს აი იმ პერიოდისთვის, როდესაც უკვე მაგ ეპოქაში ვიქნებით მყარად და წეგანაც ვახსენე, მხოლოდ ერთი რამით არ შეგვიძლია განსაზღვროთ, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიმყოფებით. რამდენიმე ბევრი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს ეს ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა. მადლობა ოთარ და ესეც რო გითხრა რა ტიპის ტექნოლოგიური და მეცნიერული გზებით ცდილობენ AGI-ის შექმნას და არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმებული სტრატეგია ამ მიმართულებით? რამდენიმე მოკლედ ჯერჯერობით ესე კვლევაძიების პროცესშია ეს ყველაფერი. აქ არის რამდენიმე 2-3 ძირითადი მიმართულება, რაზეც ჯერჯერობით არიან მეცნიერები ჩამოყალიბებულები. მაგალითად, ტვინის სტრუქტურის ტექნოლოგიური იმიტაციას ახდენენ და რომ მიემსგავსოს, წეგანაც ვახსენე, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ადამიანივით ფიქრი. ნეირონული ქსელების გაფართოებას და ამ მიმართულებით გაძლიერებას, ადამიანის ქცევას ახქმებს და ბევრი ამ კვლევა მიდის ამ მიმართულებით. მეცნიერები თანხმდებიან, რომ
სწორად მიდიან, თუმცა ჯერჯერობით კიდევ ბევრი აკლია იქამდე, რომ ადამიანს მიემსგავსოს ბევრ რაღაცებში. იმიტომ რომ იქ არის მორალური ასპექტები, იქ არის ეთიკური ჩარჩოები, იქ არის კიდევ რაღაც რეგულაციები, იქ არის კიდევ ღირებულებითი დასწავლის პროცესი, მაგალითად შენ შეიძლება მისცე, აი მაგალითისთვის ვიტყვი, შეიძლება მისცე ხელოვნურ ინტელექტს დავალება, რომ რაღაც გარემოს მოუაროს, მაგრამ ამ გარემოს მოვლის პირობებში შეიძლება მან დახოცოს, ანუ სხვანაირად აღიქვას და შეიძლება მან იმ ადგილზე გაასუფთავოს ადამიანებისგან და დახოცოს კიდე ცუდი ნათქვამი ადამიანებისგან და ცხოველებისგან ის გარემო და დატოვოს მარტო ხეები. ბევრი საკითხია ისეთი, რომ სწორად აღიქვას ხელოვნურმა ინტელექტმა, ზოგადმა ხელოვნურმა ინტელექტმა ის დასწავლა, როგორც ჩვენ გვინდა მაგალითად, რომ მოგვერგოს თავიდან ბოლომდე. ხელოვნური ინტელექტი ხო იმისთვის არის, რომ ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება, ხო იმისთვის იქნება რეალურად რა, ჩვენი გადმოსახედიდან და ამიტომ ბევრი კამათი მიდის, ბევრი მსჯელობა მიდის ამ თემაზე და ბევრი დიდი განხილვა მიდის, რომ აი რეგულაციებში როგორ ჩავსვათ, როგორ შეიძლება კარგად გამოვიდეს, რომ ზუსტად ის გააკეთოს, ღირებულებითი თანხwebdriver იყოს, რაც ჩვენ გვინდა და არა მან თავისებურად გაიგოს. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ უკვე ვიწრო ხელოვნური ინტელექტიდან, როდესაც გადავალთ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ძალიან ბევრი ისეთი გამოწვევა გვექნება, რასაც შეიძლება ვეღარ გაუმკლავდეთ. თუ ეხლავე არ დავაძესეთ რეგულაციები და ჩარჩოები. ამ ყველაფერს. მადლობა. და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის კონკრეტულად რომელი ქვეყნები ან კომპანიები არიან ყველაზე აქტიური მოთამაშეები AGI-ის განვითარებაში და რა არის მათი ძირითადი მიდგომები. მოკლედ ამ მიმართულებით ორი ძირითადი ქვეყანა შეერთებული შტატები და ჩინეთი, აღარ ჩამოთვლი რა დიდი პროექტები გააჩნია ხელოვნურ ინტელექტის მიმართულებით, ბევრჯერ ჩამოთვლია დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ზოგადად ევროკავშირში რა ხდება ამ მიმართულებით, მაგრამ ორი ძირითადი მოთამაშეა, როგორც სხვა ყველაფერში, შეერთებული შტატები და ჩინეთი და კომპანიებიც სწორედ ამ ქვეყნებიდან არიან, ვინც დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები არიან და ვინც ხელოვნურ ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ, აი მაგალითად ძალიან ღრმა კვლევები აქვს Google-ს DeepMinds ამ მიმართულებებით და მისი პროდუქტი აი მაგალითად ხალხისთვის მარტივად გასაგები რო იყოს სხვა ბევრ პროდუქტებთან ერთად არის View 3 რა ვიდეოებიც ცელდება ხოლმე ახლა TikTok-ზე და კიდევ უამრავი პროექტი აქვს Google-ს გარდა OpenAI, ChatGPT-ის არის მთავარი კომპანია და კიდევ რა ვიცი ჩინელებს Baidu აქვს და კიდევ რამდენიმე დიდი კომპანია მუშაობს ამ მიმართულებებით და ყველას აქვს აი Anthropic არის რომელიც უფრო ძირითადად ეთიკურ ჩარჩოებზე აკეთებს კიდევ მთავარ აქცენტს და რომელიც ფიქრობს რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ჯერ ეთიკური ნორმებში და შემდეგ უნდა მოხდეს ამის განვითარება და ზოგადად აი ძირითადად აი ეს რამდენიმე კომპანია არის, მაგრამ ყველა თავთავის უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს კომპანიები შეიძლება კონკურენტებიც იყვნენ ერთმანეთს, მაგრამ რაღაცა დონეზე ავსებენ კიდეც ერთმანეთს, ყველა რაღაც თავისი მიმართულებით მუშაობს და საბოლოოდ იმ გზისთვის, რასაც ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გადასვლა ქვია, მათი კონკურენცია ხელს შეუწყობს ამ სხვადასხვა კომპონენტების განვითარების კვალ და კვალ იმას, რომ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რაც შეიძლება მალე გადავიდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდი არის ამ მიმართულებით, ბუნებრივია ისინი უკვე საუბრობენ რისკებთან დაკავშირებითაც, რომ მაგალითად ძალიან ბევრი რისკი არსებობს ხო ამ მიმართულებით. აი შენ რა შეგიძლია გითხრა, რას გულისხმობენ? აი წერანაც ვახსენე, აი ეს ალიგმენტ გამოწვევები, რაც არის ღირებულებითი თანხwebdriver ჩვენს და ხელოვნურ ინტელექტს შორის, როდესაც უკვე იმ დონეზე მივა ხელოვნური ინტელექტი და იმ დონის განვითარებას მივიღებთ, რამაც შეიძლება გააჩინოს ახალი დისციპლინები, ზოგადად ახალი სფეროები, რაც მაგალითად რისკები და გამოწვევები არის კიდევ ეს ერთი
ნაწილი სადაც ეს ეთიკური საკითხები იქნება და რეგულაციების გახდება აუცილებლად საჭირო ბევრი მიმართულებით და მეორე არის კიდე ის რომ ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. Ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, იმიტომ რომ ვერ ვიაზრებთ და ახლებურად ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ვიმყოფებით ახალ ეპოქაში. ის ხელოვნური ინტელექტი უკვე არის კარს მომდგარი, არ ზძინავს, არ ითხოვს ბონუსებს, მისთვის არ არსებობს შაბათ-კვირა, არ არსებობს არაფერი შემზღუდავი, არანაირი მიზეზი, ამას არ გააჩნია რაღაცა თავის ტკივილები, გადაღლა, მას არ სჭირდება გამოძინება და ასე შემდეგ. და თან ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ადამიანებზე გაცილებით სწრაფად და გაცილებით მარტივად. განსაკუთრებით იმ სფეროებს და იმ სფეროებში მყოფ ადამიანებს შეექმნათ ძალიან დიდი საფრთხე, რომლებიც ეხლა მუშაობენ ისეთ რუტინულ საქმეებზე, რომლის ავტომატიზაციაც მარტივად არის შესაძლებელი. მაგალითად, ბუღალტრული საქმიანობა, მაგალითად, არაერთხელ აღნიშნავს კოლ-ცენტრების ოპერატორები, დამწყები იურისტები, თარჯიმნები, შეიძლება შენ შეგექმნას მაგის პრობლემა, თარჯიმნები, ოფისის თანამშრომლები და უამრავი საკითხი არსებობს, მაგალითად, ლოგისტიკის ოპერატორები და ამასაც უკვე ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. იმისაც, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ და ამ პერიოდისთვის ამ ყველაფრისთვის მომზადებულები ვიყოთ და გადამზადებულები ვიყოთ, გვჭირდება ეს მასიური გადამზადების ეტაპი. იმიტომ რომ ადამიანებს გვჭირდება მინიმუმ 10-15 ხელსაწყო შენ სფეროში, რომ აი ამ უნარებით აღიჭურო და გაძლიერებული შეხვიდე ახალ ეპოქაში. თუ ესაც არ გექნება, აუცილებლად დაკარგავს სამსახურს, არ აქვს მნიშვნელობა შენ ნიჭიერი ხარ, ჭკვიანი ხარ, კარგი სანათესაობა გაქვს, კარგი სანაცნობო გაქვს, იმიტომ რომ არავის აღარ სჭირდება ახლა ბიზნესს, ნამდვილად არ სჭირდება ტყუილად გიხადოს ფული, როცა შეუძლია ერთ ხელოვნური ინტელექტის აგენტს გააკეთოს 10 ადამიანის საქმე, როცა შეუძლია ჩემი ერთ აგენტს მშვენივრად გამიკეთოს იურიდიული კონტრაქტები, ბუღალტრული საქმიანობა, თარჯიმნის ფუნქცია შემისრულოს, მარკეტინგის გუნდის საქმე გამიკეთოს, გაყიდვების საქმე გამიკეთოს ერთმა აგენტმა, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის დროს მიზოგავს, რამდენ დროს ზოგავს ზოგადად, რამხელა ენერგიას ზოგავს, რამდენ ფულს დაგიზოგავს სამსახურში და არა ვის ექნება, ვის სოციალური სხვა არ არის, რა ქვია, დახმარება და რაღაც რომ აიყვანო ესე თანამშრომლები და ყავდეს თუ აღარაფერში აღარ გამოგადგება და ამიტომ ბევრი ადამიანი, ვინც ვერ გაიაზრებს, რომ ამ კუთხით უნდა იყოს გადამზადებული, აუცილებლად დარჩება კარს მიღმა და მე რა თქმა უნდა ეხლა არავინ ალბათ შიმშილით არ მოკვდება და მე დაიწყებენ სწავლას ხელახლა რაღაც ცოდნის მიღებას რომ დაეწივნენ დროს, მაგრამ ძალიან გვიანი იქნება. ამიტომ ეხლავე ადამიანებმა უნდა იფიქრონ იმაზე მასიურად, რომ მასიურად გადამზადებულები შეხვდნენ ახალ ეპოქას, რადგან ის პრობლემები არ შეხვდეთ, რა პრობლემები შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დახვდეთ მათ. შემდეგი კითხვაოთ რაც მინდოდა, შენთვის დამესვა იყო შემდეგი, რაც ბოლო ნაწილში საუბრე. რომ შენი აზრით როგორი მოქმედებს AGI საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა და სამართლებრივ სისტემებზე. ვისაუბრე შეეხება საკმაოდ ფართოდ ჩემ თემას, თუ კი რამის დაამატებ, თუ არა და გადავალ შემდგომ. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იმოქმედებს ისე რომ იქნება პერსონალიზირებული განათლების სისტემები, რომლებიც უშუალოდ მორგებული იქნება და ეხლაც არის უკვე, მაგრამ მე ვიძახი ეს ყველაფერი იქნება მასიურად. მასიურად ეს ყველაფერი შევა ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ სოფელში და მთელ განათლების სისტემას არ დარჩება მსოფლიოში არც ერთი ადგილი, სადაც ეს არ იმოქმედებს, ეს იქნება პერსონალიზირებული განათლების სისტემები და მორგებული უშუალოდ სტუდენტებზე, მოსწავლეებზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვიცით ადამიანი ბუნებითად
არათანაბარ პირობებში იზრდებიან, ზოგი განათლებულია, ზოგი გაუნათლებელია და ეს სისტემები უშუალოდ მათზე იქნება მორგებული. ეგ ერთი. იქნება პერსონალიზირებული ჯანდაცვის სისტემები, იქნება დიაგნოსტიკის სისტემები სასწაულად განვითარებული და ჩვენ ვიცით, რომ მედიცინის მიმართულებით განსაკუთრებულად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის მედიცინის და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციის შედეგად და ამ მიმართულებითაც ძალიან განვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ ბევრ სიკეთეებს მივიღებთ, ბევრ ახალ დისციპლინას მივიღებთ ამ მიმართულებით და სწავლაც ისეთი აღარ იქნება, რა ფორმითაც ახლა ისწავლება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და გაცილებით უკეთესისა გაცილებით ადამიანზე ორიენტირებული იქნება და გაცილებით ჩვენზე მორგებული იქნება სწავლა და ახალ თაობაზე ორიენტირებული და ეს არის სწორიც იმიტომ რომ ეხლანდელი სისტემები და ეხლა როგორც სწავლობენ და ეხლა როგორც ემზადებიან და რისთვის ემზადებიან ჩვენ ფაქტიურად შევდივართ ბრძოლაში სასწავლო ეპოქასთან რომელიც აქამდე არასდროს არ ყოფილა მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე და შევდივართ მოუმზადებლები ამ ცოდნის და გონების გარეშე და ამიტომ გვჭირდება ახალი განათლების სისტემა და ახალი განათლების ფორმები იმისაც რომ რაც შეიძლება მალე დავეწიოთ და მალე აუწყოთ ფეხი იმ ეპოქას. და ეკონომიკური თვალსაზრისით როგორ შეიძლება EGI-ს შეცვალოს საერთაშორისო ბაზარი და ეკონომიკური სტრუქტურები ეს ვფიქრობ. აი ეკონომიკური თვალსაზრისით წეგანაც საუბრობდი თავიდან იქნება ალბათ კრიზისი ზოგადად შრომის ბაზარზე რადგან კრიზისი იქნება ისევ და ისევ იქიდან რომ ადამიანები ვერ გაუაზრებიათ რომ უკვე ვიმყოფებით იქ იმ ეპოქაში ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ჩვენს თუ არ გვექნება ცოდნა წეგანაც თქვი გარკვეული ხელსაწყოების კარგი გაგება თუ არ გვექნება ხელოვნური ინტელექტის მოდელების და ასე შემდეგ ჩვენ საქმეს გააკეთებენ ხელოვნური ინტელექტის აგენტები. ჩვენზე კარგად, უკეთესად და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი ეტაპი იქნება კრიზისი, თუმცა მეორე ეტაპი იქნება ძალიან საინტერესო და რატო? როდესაც ადამიანები გამოთავისუფლდებიან რუტინული სამუშაოებისგან, რაზეც ახლა საუბრობდი, იმ სამუშაოებისგან, სადაც ადამიანს ფიქრზე მეტად უფრო მუშაობით იყო დაკავებული და არ ფიქრობდა და რუტინული დილიდან საღამომდე რაღაცას აკეთებდა. ეხლა წარმოვიდგინოთ, როდესაც გამოთავისუფლდებით 10-12 საათიანი რუტინული სამუშაოსგან და ამას ჩვენს მაგევრად გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ დაგვრჩება ფიქრისთვის, შექმნისთვის, განვითარებისთვის მეტი დრო. ამიტომ მეტი ახალი რაღაც გამოჩნდება ქვეყანაზე, მეტი კრეატიულობა იქნება ალბათ შრომის ბაზარზე, მეტი ახალი ტექნოლოგია შეიქმნება, ახალი დისციპლინა შეიქმნება სხვანაირი და ზოგადად განსაკუთრებით ზოგადი ხელოვნური ინტელექტი მოიტანს იმას, რომ ადამიანები იცხოვრებენ უფრო უკეთეს სამყაროში, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ. მაგაში ვარ აი აბსოლუტურად დარწმუნებული. რადგან დღესდღეობით თითქოს აი რაღაცით ხარ დაბმული, რაღაცით ხარ შებორჭილი და რაღაცით ხარ შებორკილი, იმიტომ რომ მე არ მჯერა ადამიანის ვიღაცას უხაროდეს 10-12 საათი რუტინულად ერთი და იგივე რაღაც სამუშაოს კეთება. ვიდრე ის რომ ქმნიდეს, აკეთებდეს, ყველას რაღაც საკუთარი ბიზნესი ქონდეს, ამაში ეხმარებოდნენ ხელოვნური ინტელექტის აგენტები და მოკლედ კარგი რაღაცები მოხდება ზოგადად სამყაროში და ალბათ ჩვენს გადაგვივლის ეს ხელოვნური ინტელექტის ტალღა და ჩვენს მოუყვებით მაგ ყველაფერში, იმიტომ რომ აქ ეს ნაცობა და კოცობა და ეს პოლიტიკური ქაოსი ვერ შეაჩერებს იმ ტექნოლოგიურ პროგრესს, რაც ზოგადად სოფლიოში ხდება დღესდღეობით. აი ამ ყველაფრის ფონზე რაც შენი საუბრე, ბუნებრივია ჩნდება შემდეგი კითხვა, რომ თუ ოდესმე EGI იქცევა ისეთ განვითარებულ სისტემად, რომ მან შეძლოს ფიქრი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ავტომატურად ექნება ცნობიერება? ხო, ალბათ ეგ არ მოხდება და ცნობიერება არ ექნება, ის შეიძლება მიემსგავსოს ადამიანს. წეგანაც ვახსენე ტვინის სტრუქტურის ტექნოლოგიური იმიტაციით ეხლაც მიდის ამაზე მუშაობა, ეხლაც მიდის მუშაობა იმაზე, რომ მისი შეგრძნებები, მისი
აზროვნების სტილი მიამსგავსონ ადამიანს, ის აბსოლუტურად ყველაფერში მიგემსგავსება, მაგრამ ეხლა ცნობიერება ეს რაღაცა სუბიექტური აღქმის ეს არის ნაწილი და ეს ცნობიერება და თლათ ადამიანური ღირებულებები ალბათ არასოდეს არ იქნება. თუმცა შესაძლებლობები ექნება ის იმუშავებს ისე, დაწერს ისე, ისაუბრებს ისე, როგორც ადამიანი განსაკუთრებით აი ძალიან საინტერესო ეპოქა მოდის მომდენო 5-10 წლის პერსპექტივაში გულისხმობისეულ, როდესაც ჰუმანოიდი რობოტები გაჩნდებიან უკვე მასიურად შემოვლენ ჩვენ ცხოვრებაში და მასიურ წარმოებაში და ნებისმიერ სფეროში შეიძლება ესენი იყვნენ კურიერები, რა ვიცი, შეიძლება ესენი იყვნენ და რაღაცა დაცვის თანამშრომლები, ესენი იყვნენ ოფისის თანამშრომლები და ასე შემდეგ. აი ნახავთ ძალიან საინტერესო ამბავთან გვექნება საქმე, აი ეს ფაქტიურად ჰიბრიდული ადამიანები იქნებიან, ხო? განუსაზღვრელი შესაძლებლობებით, გონება ალბათ ექნებათ, რა ვიცი, ამოუწურავი, ისინი არ დაიღლებიან, არ გადაიწვევიან და რაღაც გარკვეულ იმ რუტინულ საქმეებს გააკეთებენ, რასაც ზუსტად წეგანს საუბრობდი და ამიტომ შევხედავთ, რა ვიცი, ნუ ცნობიერება არა, მაგრამ ალბათ რაღაცა ადამიანს მიმსგავსებული არსებები იქნებიან. და მინდა გკითხო, რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი მიდგომა EJ-ის განვითარებისა და გამოყენებისას, ანუ კონკრეტულად გასაგებია რომ ვითარდება, მაგრამ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მთავარი ვალდებულება ამ მხრივ დეველოპერებს, მთავრობას თუ საზოგადოებას, როგორ ფიქრობ? იცით რომ ამ მიმართულებით, აი მაგალითად ევროკავშირი ძალიან მაგრად მუშაობს რეგულაციების კუთხით. ნუ ძალიან მაგრად შეიძლება კიდევ რაღაც სხვანაირი ნათქვამია, ზოგ შემთხვევაში გადამეტებული რეგულაციებიც აქვს და მე ამ გადამეტებულ რეგულაციებს რაღაც გარკვეულ საკითხებში არ ვემხრობი, თლათ ესე ჩაკეტვას ბოლომდე. მუშაობენ ამ მიმართულებით შეერთებული შტატებიც, ჩინეთს რაც საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე აწყობს ისე მუშაობს და სხვა ქვეყნებიც. და ასევე ეს დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები, როგორებიც არის Google, OpenAI, Microsoft და ის ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მომუშავე ის დიდი პროექტები, რაც არის, ყველას აქვს თავისი რაღაც რეგულაციები და ჩარჩო, რომელიც თანხმედრაში მოდის ხოლმე იმ ქვეყნებთან, რა ქვეყნებშიც ეს კომპანიები არიან. და ამიტომ, ნუ დღესდღეობით მაინც მიდის და განხილვის თემა არის თვითონ სემ ალტმანის ეს დიდი მოთამაშეები Google-დან, რა ვიცი, კიდევ ექსპერტებიც წეღანაც ვახსენე, მუშაობენ ამ თემაზე, რომ ეთიკური სტანდარტები იყოს პირველ რიგში დაცული და არ გაგვექცეს სადღაც და ღირებულებითი აცდენა არ მოხდეს. და შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა ისე არ დაიწყოს, თავისებურად არ დაიწყოს, ასე ვთქვათ, ფიქრი და აცდენილი არ იყოს ჩვენს ღირებულებებთან, ჩვენს წარმოდგენებთან და ამიტომ მიდის ამ თემაზეც მუშაობა, მაგრამ ასე ვთქვათ, ვერც ეწევა, მოდი ვთქვათ ეს, რომ კი ვით მიდის რეგულაციებზე, მაგრამ ისეთი სწრაფი ტემპით მიდის კიდე განვითარება, რომ რაღაცებს თითქოს გვერდზე ეწევიან და ვიძახიან, რომ მოდი დღეს აღარ გვინდა ამის რეგულაცია და მოდი განვითარებაში უწყოთ ხელი. აი მაგალითად სემ ალტმანი მაგ მიმართულებით არის უფრო OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეს ChatGPT-ის შემქმნელი, უფრო მაგ მიმართულებით არის, რომ კი, ხო, რეგულაციებს დავიცავთ, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, ეს ადამიანი იძახის, რომ თავარი პროგრესი არ უნდა გავაჩეროთ რაღაცების გამო. მას აქვს ეს მიდგომა და ბევრი სხვადასხვა მიდგომაა და რა ვიცი, აი ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მაინც ჯერჯერობით პროგრესისკენ მივდივართ. და დასასრულს რას ფიქრობთ, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ AJ-ის ეპოქაში, როგორ მოემზადოთ ამისთვის ჩვენ? ხო, აი ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ მოკლედ რას უნდა მიაქციოს ყურადღება და ყურადღება უნდა მიაქციოს განათლებას, განვითარებას,
და თანამედროვე აზროვნებას. და რას ვეძახი ახლა თანამედროვე აზროვნებას? ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ვიმყოფებით განსაკუთრებულ ეპოქაში. ისეთ ეპოქაში, რომელიც კაცობრიობის გაჩენის დღიდან დღემდე არ ყოფილა. შეიძლება კაცობრიობას ჰქონია ძალიან დიდი გამოწვევები, ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი ომები, ჭირი და 1000 უბედურება, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა. ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო განსხვავებულ მიდგომებს მოიტანს და სამყაროს მთლიანად შეცვლის. მოხდება ფაქტიურად კულტურული და რაღაც ფსიქოლოგიური რევოლუცია ადამიანებში. ადამიანები ვისაც არ ექნება ვინც ვერ გაიაზრებს იმას თუ სადა ვართ, აღმოჩნდებიან აბსოლუტურად დაუცველები, აბსოლუტურად არაპერსპექტიულები, ისინი აღარავის აღარ დასჭირდება. შენ დღეს რო სადღაც მუშაობ და რაღაცას აკეთებ და შეიძლება წარმატებული ხარ შენ სამსახურში, შეიძლება ხვალ შენი ადგილი დაიკავოს ძალიან უნიჭო ადამიანმა, რომელსაც ექნება ხელოვნური ინტელექტის უნარები და შენს ადგილს ისეთი მყარად დაიკავებს, რომ ფაქტიურად ვერც კი მოასწრებ ამის გააზრებას, ვერც გაიაზრებ, ისეთ სწრაფად მოხდება ეგ ყველაფერი, ის აი ფაქტიურად ეგ რეალობა უკვე აქ არის რა. აი მაქსიმუმ ვიძახი 2-3 წელიწადში აბსოლუტურად შეიცვლება შრომის ბაზარი. თან ერთი მცდარი წარმოდგენაა კიდე რომ ჩვენს ადგილს დაიკავებენ რობოტები და აი რობოტი როგორ დაიკავებს და კიდევ ვერ გაუაზრებიათ არა ხალხო, რობოტები კი არ დაიკავებენ თქვენს ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტის უნარები. და ხელოვნური ინტელექტის უნარები კიდე ვიძახი ისეთი რამეა, რომ ადამიანი შეიძლება გუშინ უნიჭო იყო, არანაირი შესაძლებლობები არ ჰქონდა და შენ ჰქონდა სიტყვაზე 30 და 40 წლიანი გამოცდილება რაღაც სფეროში და იმდენად მყარად იყავი დამკვიდრებული შენ სფეროში და იმდენად აღიარებული იყავი, რომ რაღაცა ვერც კი წარმოიდგენდი, რომ შენ რამე შეგეხებოდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ადამიანმა ჩაგანაცვლოს, ვისაც აქვს რამდენი 5 თვიანი გამოცდილება და კარგად ისწავლა 5 თვეში ხელოვნური ინტელექტის მოხმარება და გაცილებით ეფექტური იყო შენზე. ამიტომ ვიძახი, რომ თუ არ ვისწავლეთ სწორი გააზრება, სწორად არ მიუდექით ზოგადად იმ სამყაროს, სადაც ვართ, აღმოჩნდებით თამაშგარე მდგომარეობაში. და ჩვენს ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება აი ეს უნარები და აი მაგაზე უნდა იფიქრონ ადამიანები. და ეს ინტერვიუ ძალიან მინდა რომ ეს ინტერვიუ დაიმახსოვროს ყველამ, აი ეს განსაკუთრებით ეს მონაკვეთი და შეხედონ 2 წელში რა სიტუაცია გვექნება აქ ამ ამბავში. და 2 წელში ნახავთ როგორი საგიჟეთი და პანიკა გვექნება ქვეყანაში, ვინც დღეს ვერ გაიაზრებს იმას, რა უნდა გააკეთოს. აი ეგ იყო ჩემი სათქმელი. აი ეს ახლებურად აზროვნება უნდა ვისწავლოთ, მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ საზოგადოებას დაინტერესებს ეს ყველაფერი, რასაც მადლობა თქვენ.